გამარჯობა მეგობრებო და გიბრუნდებით ცხელი სიახლეებით. შეუჩერებელი ხვიჩა, აჭრელებული პრესა და კვარაცხელია საინტერესო კომენტარი ნაპოლიზე. მიქაუტაძის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე. საჯი შეცდომა და ფრანგი ჟურნალისტის კომენტარი. სიახლეების დაწყებამდე კითხონა რომ დამიფასო ჩრომა და ავიდეთ ტრადიციულ 2000 მოწონებაზე. ასევე მოდით ამ ვიდეოთი მივახციოთ ჩვენს მიზანს 95,000 გამომწერს. სადამდე ჩვენ 600 გამომწერი გვიკლია. ეს შემთთვის სულ რაღაც 2 წამის საქმეა, ჩემთვის კი დიდი мотиваცია. მადლობა ვინც ეს ჩემი ორი პატარა თხოვნა გაითვალისწინა და მოდი დავიწყოთ. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში გიორგი მიქაუტაძის ვილიარეალის სტუმრად ლონდონის ტოტენჰემს დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით 1-0 დამარცხდა. ამ შეხვედრაში კი მიქაუტაძის ჩემპიონთა ლიგური დებიუტი შედგა. ქართველი შემტევი კი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ მიქაუტაძეს შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია და ზოგადად ვილიარეალმა კარის მიმართულებით ზუსტად ერთხელაც ვერ დაარტყა. აღსანიშნავია რომ 94 წუთზე გიორგი მიკარისთან პირისპირ გადიოდა, თუმცა მიკი ვანდევენი მასზე დაჯარიმდა, მაგრამ აშკარა იყო რომ ეს ბოლო იმედის ჟარიმა იყო და მსაჯს ფეხბურთელისთვის წითელი ბარათი უნდა ეჩვენებინა. თუმცა მიუხედავად იმისა რომ ეს მომენტი ვარდზე გადაამოწმეს, საჯის გადაწყვეტილება მაინც ძალაში დარჩა. ესკრიბანიო კი მსაჯის შეცდომაზე ლაპარაკობს, რომელიც შემდეგ კომენტარს აკეთებს. წესის დარღვევა აშკარად გარეთა, მაგრამ ეს იყო აშკარა საგოლე მომენტი. საჯისა და ვარის შეცდომა, რომელიც ამ მხრივ არ ჩაერია ეპიზოდში, წერს ესკრიბანიო. აღსანიშნავია რომ შეხვედრის შემდეგ მიქაუტაძის შესახებ მრავალი კომენტარი გაკეთდა. მაგალითად ვილიარეალის კომაგები ქართველი ფეხბურთელის შესახებ შემდეგ კომენტარებს წერენ. შემდეგ მატჩში მიქაუტაძე აუცილებლად გაიტანს. მონდომება აშკარად ეთყობოდა მიქაუტაძეს. ახალი ფეხბურთელის ქება არ მიყვარს, მაგრამ ჟორჟი ძალიან მომწონს. არ ვიცი რა არის, მაგრამ მიქაუტაძის თამაში რაღაც მაგიურია. ბოდიში, მაგრამ ჟორჟის გამოსხვებს ხომ არ ჩაგრავენ? ასე მალე სრული მატჩი უცნაურია. წერენ ვილიარეალის კომაგები. დავძენ იმასაც, რომ მიქაუტაძის ლიონიდან წასვლის შემდეგ ქართველ ფეხბურთელზე დღემდე საუბრობენ. ამასთან დაკავშირებით კი ფრანგმა ჟურნალისტმა ბერტრან ლატურმა გადაცემა კონოლ ფუტბალში ისაუბრა. ბოლო წლებში ორი ისეთი ტრანსფერი განხორციელდა, რომელმაც გამაღიზიანა. პირველი ბრედლი ბარკოლა, რომელიც 2023 წელს PSG-ში 45 მილიონი ევრო სანაცვლოდ გადავიდა. მეორე კი მიქაუტაძის ტრანსფერია, რომელიც ვილიარეალში გადაბარგდა. ასეთი გარიგებები კლუბის ნამდვილ სახეს ავლენს, განსაკუთრებით მიქაუტაძის შემთხვევაში. არ მესმის გულშემატკივრების პოზიციაც. ისინი ხშირად კლუბებს უდგანან მხარში და არა ფეხბურთელებს. ვერ ხვდები რატომ აყენებენ შეურაცხყოფას ბარკოლას. ის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით წავიდა. ბრედლის და მიქაუტაძეს უთხრეს: თქვენ აღარ გჭირდებით, გჭირდება ფინანსები. ისინი აიძულეს რომ ლიონიდან წასულიყვნენ. ქართველის გაშვება ძალიან დასანანია, რადგან მას კლუბი ძალიან უყვარს. მას დარჩენა სურდა, მაგრამ წასვლისკენ მიუთითეს. ეს აქციელი კი ფრანგული კლუბების სახეს წარმოადგენს, განაცხადა ლატურმა. ჩემპიონთა ლიგის ფაზის პირველ ტურში PSG-მ ბერგამოს ატალანტას უმასპინძლა და დამაჯერებლად 4-0 დაამარცხა. მიუხედავად დემბელესა და დუეს არ ყოფნისა, პარიზელებმა უმაღლეს დონეზე ითამაშეს და მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს, რაშიც მთავარი როლი კვარაცხელია მითამაშა. ხვიჩამ თამაში სასტარტოდან დაიწყო და მოედანზე 75 წუთი დაჰყო. ის კი გუნდელებიდან საუკეთესო იყო. მარჯვენა ფლანგზე თამაშის მიუხედავად, ქართველმა შვიდიანმა უმაღლეს დონეზე ითამაშა და 39 წუთზე ულამაზესი გოლის გაიტანა. UEFA-მ კი ხვიჩას შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა. ხოლო ის, რასაც ლუის ენრიკე წინა შეხვედრაში გეგმავდა, თუმცა ხვიჩას ტრავმის გამო ვეღარ მოხერხდა, ეს დღევანდელ შეხვედრაში აღსრულდა. ენრიკემ ქართველი შემტევი გუნდის შეტევათა ხაზის მთავარ ლიდერად აქცია და შედეგმაც არ დააყოვნა. ქართველმა ფეხბურთელმა უმაღლესი დონის შეხვედრა ჩაატარა და მოედანზე საუკეთესო იყო. აღსანიშნავია, რომ ატალანტას თავკაცი ივან იულიჩი მეორე გაშვებულმა გოლმა ძალიან გააღიზიანა. უკეთ უნდა გვეთამაშა, მაგრამ გოლი ძალიან სწრაფად გაუშვით და ამან მატჩის ენარგზეს იმოქმედა. შემდეგი 20 წუთი კარგად ვითამაშეთ და ანგარიშის გათანაბრების შანსებიც ჰქონდა. თუმცა მეორე გოლი ძალიან მარტივად გაუშვით. ამ გოლმა გამაღიზიანა. სიმართლე გითხრათ, შეცდომების გასაანალიზებლად ეს მატჩი საუკეთესოა. დღეს ყველა კომპონენტში ბევრი შეცდომა დაუშვით. PSG კი იდეალური გუნდია და იმის ყურება თუ როგორ ახორციელებენ პრესინგს და როგორ დარბიან, უბრალოდ საოცარია, განაცხადა ატალანტას თავკაცმა. მორიგი შთამბეჭდავი შეხვედრის შემდეგ კი ქართველ ფეხბურთელზე რა თქმა უნდა საუბარი არ წყდება. მაგალითად, ლე პარიზიანი ხვიჩას თამაშ შემდეგი სიტყვებით აფასებს. კვირას მან ტრავმა მიიღო და ატალანტასთან მატჩისთვის მოწყენილი ემზადებოდა. უდინეში გამართულ UEFA სუპერთასის მატჩში ქართველი თავის თავს არ გავდა, მაგრამ სრულიად განსხვავებული ვითარება იყო დღევანდელ მატჩში, რომელშიც გუნდს დუე და დემბელე აკლდა. კვარაცხელია მარკინიოსის დახმარებით გუნდს ორი მიმართულება უჩვენა. მან შოუ დადგა. ქართველი ვინგერი მარჯვენა ფლანგზე თამაშობდა, სადაც ხშირად ამბობენ, რომ თითქოს ნაკლებად კომფორტულად გრძნობს თავს ვიდრე მარცხნივ, მაგრამ ხვიჩა კვლავ კვარადონას დაიმსგავსა. იმ ზედმეტ სახელს, რომელიც ნეაპოლში არგენტინელი კერპის მარადონას პატივსაცემად შეერქვა და დღეს უკვე იმის თქმა შეიძლება, რომ კვარადონა დაბრუნდა, წერია გამოცემაში. აღსანიშნავია, რომ ხვიჩას არც იტალიაში ივიწყებენ და აშკარაა, რომ ის თამაშს თვალს კვლავ დიდი ინტერესით ადევნებენ.
მაგალითად, ტუტო მერკატოვები ხვიჩასთან 7 გოლით დაფასებს და შემდეგ კომენტარს აკეთებს. საუკეთესო ფორმაში არ არის, მაგრამ ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია. აერთიანებდა კაშკაშა, დრიბლინგსა და ფინიშს, რათა ატალანტას დაცვა გაეწამებინა. მეორე გოლის ეპიზოდში შეუჩერებელი სირბილით შევიდა ცენტრისკენ და მარჯვენა ფეხით კუთხეში ძლიერი დარტყმით მეკარე შანსი არ დაუტოვა. მისი არაპროგნოზირებადობა და მოწინააღმდეგის დამარცხების უნარი პარიზელთა შეტევაში მომაკვდინებელი არახს ქმნის, წერია გამოცემაში. კვარაცხელიამ კი შეხვედრის შემდეგ არაერთი კომენტარი გააკეთა. ერთ-ერთი კი გახლავთ Sky Sports-თან ინტერვიუ, სადაც ხვიჩამ საკმაოდ საინტერესოდ ისაუბრა. თავს ძალიან კარგად გრძნობდი, ლამაზი გოლი გამოვიდა. მცირე ტრავმა მქონდა, მაგრამ სამედიცინო პერსონალმა ძალიან კარგად იმუშავა, ამიტომაც მზად ვიყავი. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ თამაში შევძელი და გუნდს დავეხმარე. შეძლებს თუ არა PSG ჩემპიონთა ლიგის მოგებას წელსაც? ფიქრობ, რომ ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია. ჩვენ თამაშებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ვიცით, რომ რთული იქნება, მაგრამ სწორედ ამიტომ თამაშობთ და გვინდა რომ ყველას კონკურენცია გაუწიოთ. ამიტომ აუცილებლად ვეცდებით ამის კიდევ ერთხელ გაკეთებას. ასევე ჟურნალისტმა ხვიჩას საინტერესო შეკითხვა დაუსვა. ფინალში ვისთან შეხვედრას ისურვებდით? შესაძლოა ნაპოლისთან? რაზეც კვარა პასუხობს. არ ვიცი. ჩემპიონთა ლიგაზე ბევრი ძლიერი გუნდია. გამორჩეულები და ყველა წინააღმდეგ რთული იქნება. მაგრამ ერთიანი გუნდი ვართ. ვიცით როგორ უნდა ვითამაშოთ და ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ ჩვეული თამაში ვაჩვენოთ. თუ 90 წუთის განმავლობაში კონცენტრირებულები ვიქნებით, ვიცით რომ გამარჯვების შანსი გვექნება. განაცხადა კვარაცხელია. მე კი დავძენ იმასაც რომ ხვიჩამ მორიგი აღიარება მოიპოვა. კერძოდ UEFA-მ ატალანტას წინააღმდეგ კვარაცხელიას გოლი პირველი ტურის მეორე სათამაშო თხის საუკეთესო გოლად დაასახელა. ასე რომ ხვიჩას ჩემპიონთა ლიგური სეზონი დაიწყო. დაძაბულობა ვინისიუსა და ალონსოს შორის დატოვებს თუ არა ბრაზილიელი კლუბს? რატომ გაუშვეს დონარუმა? რა განცხადება გაკეთდა PSG-ში? იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა, რომელიც საფხულში PSG-დან მანჩესტერ სიტიში გადაბარგდა, პარიზული კლუბისგან ხელფასის გაზრდას ითხოვდა და ტრანსფერის მიზეზი სწორედ ეს გახდა. ამის შესახებ კი სპორტულმა დირექტორმა ლუიშ კამპუშმა RMC სპორტთან ისაუბრა. კლუბი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე რომელიმე ფეხბურთელი. ესაა პარი სენ-ჟერმენის მთავარი წესი. დონარუმას ტრანსფერი რამდენიმე გარემოებამ განაპირობა. ჩვენი მიდგომა დამსახურებას ეფუძნება. ფეხბურთელის ხელფასი მაშინ იზრდება, როდესაც ის ამას იმსახურებს. დონარუმას შემთხვევაში გარკვეული დროის განმავლობაში ჰქონდა მოლაპარაკებები. იძულებულები ვიყავით გამოსავალი გვეპოვნა იმ შემთხვევისთვის, თუ შეთანხმება ვერ შედგებოდა. სახელფასო პოლიტიკა ყველა ფეხბურთელს ეხება. კლუბის სტაბილურობა კი ვერ დადგება ეჭვეში ისეთი ფეხბურთელის გამო, რომელსაც სურს გამორჩეული იყოს. ჩვენ კლუბს ასეთი ფეხბურთელებისგან აუცილებლად დავიცავთ. ასეთი პოლიტიკის პირობებში ყველას ესმის, რომ მწვრთნელი არ უყურებს ფეხბურთელების ძველ დამსახურებას. ძირითად შემადგენლობაში სათამაშოდ მხოლოდ წარმატებული წარსული არ კმარა. ასეთია ჩვენი მიდგომა, განაცხადა ლუიშ კამპუშმა. ესპანური გამოცემების ცნობით ვინისიუს ჟუნიორსა და ჩაბი ალონსოს შორის იდეალური ურთიერთობა არ არის. ბრაზილიელი ფეხბურთელი უკმაყოფილოა გარემოებით, რომელიც ამ ეტაპზე რეალში არსებობს. ვინისიუსი რამდენჯერმე სკამზე დარჩა, რამაც მისი უკმაყოფილება გამოიწვია. კარგად დავინახეთ, რომ ჩაბი მარსელის წინააღმდეგ ვინისიუს თამაში ძირითადიდან არ დააწყებინა. ასევე კარგად ჩანს ისიც, რომ რეალი გუნდს კილიან მბაპეზე აწყობს. ამით კი ვინისიუსის თვისებები აშკარად იკარგება. ვინისიუსი კი უკმაყოფილო ალონსოს შესრულებითაც. ჩაბი კი ემოციების გამოხატვის კატეგორიული წინააღმდეგია. ხოლო ესპანური გამოცემების ცნობით, თუ ვითარება არ შეიცვლება, სამხრეთ ამერიკელის რეალიდან წასვლა სრულიად რეალური გახდება. ასევე ამით ბლანკოსი ისტორიულ გაყიდვას განახორციელებს, რის სანაცვლოდაც 200 მილიონ ევრომდე მიიღებს. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კი თხოვნა, რომ ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერე არხი, რათა იყო მუდმივად საქმის კურსში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.